საიტა და წმინდის სესულის საიტა. დღეს ჩემთვის ძალიან სასიხარულო იყო და მოულოდნელი, იმიტომ რომ კალენდარში არ ჩამიხედავს და წმინდა ეგნატე ღმერთჩემოსილის ხსენება და წმინდა იონე კრონშტანტელის. მე ვფიქრობ, ეს ორივე წმინდანი ყველას უყვარს განსაკუთრებულად იონე კრონშტანტელი იმის გამო, რომ შეიძლება ითქვას ერთ-ერთი ესეთი მაგალითია, ცოცხალი მაგალითი არც ისე შორეული წარსულის. თუ როგორი უნდა იყოს მღვდელი, მე ხშირად მithქვავს, თუ მის ცხოვრებაში როგორ არის, როდესაც იგი მისი ხელდასხმა მოხდა, მან წარმოიდგინა როგორი უნდა იყოს ჭეშმარიტი მღვდელი, ნამდვილი მღვდლის სახე შექმნა თავის ცნობიერებაში, რომელიც რა თქმა უნდა სახეა ქრისტესი, არცობრივად ესეა და მთელი ცხოვრება ცდილობდა რომ მიებაძა მისთვის. ამიტომ იყო მისი ესეთი მოშურნეობა აშკარა ყველასათვის ჩანდა, იმიტომ რომ მისი დამალოთ შეუძლებელიც იყო, იმიტომ რომ ჩვენ თუ შევქმნით მართლა ჩვენს იდეალს, ქრისტიანის იდეალს შევქმნით ყველა თავისი სტატუსის მიხედვით მღვდელი, სამღვდელოების მღვდლის იდეალს შექმნის ქრისტიანი ქალის, ასე ვთქვათ, მორწმუნეების კაცისას და მოინდომებს რომ მისნაირი გახდეს ამ იდეალის მსგავსი, აღმოაჩენს რომ ეს საკმაოდ რთულია თუ შეუძლებელი არა და ამიტომ მას ადამიანს ამ დროს უწევს ყოველდღიურად 8 წელი არ შეიძლება მოდუნდეს, იმიტომ რომ რამდენიც არ უნდა აკეთო ყოველთვის ის იდეალი უსასრულოდ შორს არის, იმიტომ რომ იდეალი ქრისტიანისა მღვდელი იქნება ეს თუ ერის ადამიანი, იდეალი ქრისტიანისა, ანუ ქრისტიანული მაგალითი სრულად ისეთი როგორიც უნდა ვიყოთ, თქვათ ამის მაგალითი თავად ქრისტე გვაძლევს, ამიტომ შეუძლებელია რომ ჩვენ ერთი წამით მაინც რაღაცნაირად გქონდეს იმის განცდა, რომ აი ჩვენ რაღაცას მივახციეთ. ეს მაგალითი თითქოს გასაგებია, აბა როგორ უნდა იყოს სხვანაირად, მაგრამ აი მის ცხოვრებაში ესეა დაფიქსირებული. სხვა მრავალი წმინდანი ამგვარად ცხოვრობდა, თუმცა თქვათ ეს ნიუანსი მის ცხოვრებაში დაფიქსირებული არ არის, მაგრამ ერთი რამე უდავოა, რომ ვერავინ გაიზრდება თუ ის არის სწრაფი სწორედ მას ხოვისაკენ და იონე კრონშტანტელი ამის ცოცხალი მაგალითი, ამიტომ არის რომ ის ითვლებოდა ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ სასულიერო პირად, მას იცით რომ მაშინდელი კომუნიკაციის პირობების და მიუხედავად ყველაზე სწრაფი ტელეგრაფი იყო, არსებობდა ტელეგრაფი უკვე მაშინ რამდენს დადიოდა მთელ რუსეთის თქვათ იმპერიაში, მოგზაურობდა, მას იწვევდნენ, იმიტომ რომ მას ჰქონდა ის ცოცხლოვანი სიტყვა და ლოცვა, საოცარი ლოცველი იყო, იცით უამრავი ადამიანი განიკურნებოდა მისი ლოცვით და წირვა, რომელიც სამწუხაროდ ჰქონდა, მაშინ არ იყო ის კინემატოგრაფია და როგორც ამბობენ, როგორც წერენ, რომ არავის ისე არ უწირავსო და ვერავინ ისე ვერ წირავდა, როგორც წმინდა იონე კრონშტანტელი წირავდა. რას ნიშნავს და როგორ იყო ეს ჩვენ არ ვიცით, მაგრამ მის სურათებს რო შევხედავთ, რომელიც ფოტოსურათებს, რომელიც არსებობს, თვალებში ძალიან კარგად ჩანს ის ცეცხლი, რომელიც მხოლოდ შეიძლება საკურთხევლიდან გამოვიდეს და გამოიტანოს სასულიერო პირმა. ასევე წმინდა ეგნატე ღმერთჩემოსილის ხსენებაა და იცით ის ბავშვია საეკლესიო გადმოცემით, რომელიც დღეს სახარებაში წამოვიკითხეთ, რომ უფალი მას მიიხუტებს, კლავებით ესე ჩაიხუტებს და მოძღვრავს, რომ ბავშვები ვით უნდა ვიყოთ, რომ შევიდეთ სასუფეველში. წმინდა ეგნატე ანტიოქიის ეპისკოპოსია და უკვე ასაკში იყო, როდესაც საღვთო-განგებულებით მას მოუწია თავის სისხლით დაემოწმებინა, რომ ქრისტე ჭეშმარიტი ღმერთია და იცით არსებობს რამდენიმე ეპისტოლე 6 თუ 7, რომელიც ქართულ ენაზეც არის თარგმნილი. იქ არის ესეთი საოცარი სიტყვები, რომელიც მის ტროპაშიც გარკვეულად გაჟღერდა, როცა კითხულობდით ლოცვებს, მე დავით როცა კითხულობდა, იქ ესეთ რამეს ამბობს, რომ მე დავიფქვები ვითარცა წმინდა პურიმხეცის კბილებით ქრისტესათვის. ის განთავისუფლებას ცდილობდნენ, მაგრამ ის ეხვეწება წერილებში ჩანს, რომ არ სურს მას განთავისუფლება, მას სურს რომ მოკვდეს ქრისტესათვის. ჭეშმარიტი სახე, ნამდვილი ჭეშმარიტი ეპისკოპოსის ესეთი უნდა იყოს მღვდელმთავარი, რომელსაც უნდა სურდეს, ანუ მღვდელმთავარს უნდა სურდეს სიკვდილი ქრისტესათვის, იმიტომ რომ ვერაფერი ისე ვერ დაამოწმებს ქრისტიანობის ჭეშმარიტებას, ვერაფერი ისე ვერ ამოწმებს, როგორც სურვილი, შინაგანი განწყობა, რომ
სიკვდილით მოწამეობრივი ღვაწლით დაადასტურო რომ ქრისტე ჭეშმარიტი ღმერთი ადამიანად მოსული. ეს შინაგანი მზაობა უნდა იყოს ყველა ადამიანში, მით უმეტეს იერარქში, მით უმეტეს უმაღლეს იერარქში. ეს შეიძლება რეალურად არ განხორციელდეს ღვთის განგებულებას ვინ ჩაწვდება, მაგრამ ის ცეცხლი ის ყოველთვის მოსჩანს და როგორც თაზე აშენებული ქალაქი ვერ დაიფარება ადამიანთა თვალიდან და სანთელიც უნდა ზემოდან დასდგან, მაგიდაც და არა ქვემოთ უნდა დაიდგას, ასევე სწორედ ამგვარი ადამიანის რომელიც თავის თავში ცეცხლს ატარებს, ეს ცეცხლი არ არის დაფარული არავისთვის და ღვთისმაძიებელ ადამიანთათვის. ესეთი ადამიანებიდან გამომდინარე, ესეთი ადამიანების გამო არსებობს დღეს ჩვენთან ეკლესია, იმიტომ რომ 2000 წლის განმავლობაში გამოტარება ღვთის სიტყვისა, ადამიანად მოსული ღმერთის სიტყვისა, რომელმაც მხოლოდ და მხოლოდ 3 წელიწად-ნახევარი მოღვაწევა საზოგადოებრივი მოღვაწეობით, ეს 3 წელიწად-ნახევარი წარმოიდგინეთ რა არის ეს კაცობრიობის ისტორიაში, იმის მერე 2000 წელზე მეტი გავიდა, არაფერს არ ნიშნავს 3 წელიწად-ნახევარი და სწორედ იმის გამო, რომ ღვთის მადლთან ერთად, რომელიც უფალმა მოსცა სულთმოფენობის ჟამს, იყვნენ ადამიანები, რომლებიც თავის თავში აცოცხლებდნენ ქრისტეს და სახარებას, ვის თავისთავისი დადოს ჩემთვის გინა სახარებისათვის როგორც უფალი მზანებს, თავის თავში აცოცხლებდნენ, თავიანთი პირადი გადაწყვეტილებით, თავიანთი სურვილით, ისინი მზად იყვნენ, ყოფილიყვნენ ქრისტეს საქმის გამგრძელებლები, მორჩილად, უდრტვინველად, მაგრამ ძალიან დიდი ვაჟკაცობით და გმირობით, სწორედ აი ამ ადამიანების დამსახურებით და ამ ადამიანების ამასეთი მზაობა რომ იყო მათი შინაგანი სამყარო მზად რო იყო უფლისათვის თავგანწირვისა, სწორედ ასეთი ადამიანები ხდებოდნენ მადლის ჭურჭელნი, რომელიც მადლი მოვიდა, მაგრამ მადლი ხომ არ იძალადებს ადამიანებზე. ამიტომ ამ ადამიანების, ამგვარი ადამიანებისა და სულიწმინდის მიერ მოტანილი მადლის და სულიწმინდის მიერ თანამშრომლობა გახდა, რასაც სინერგია ქვია, გახდა მიზეზი იმისა, რომ ჩვენ დღეს აი ვდგავართ და გვაქვს ის მოშურნეობა, რომ მოვიდეთ ღამე და აი აქ თითქოს და სამყაროსაგან რაღაც იზოლირებულად ყოველთვის რაღაც იდუმალად, რაღაც ჩვენთვის მყუდროდ მოვიდეთ იმისათვის, რომ ეს რამდენიმე საათი ღმერთი ვეძებოთ. აი ეს ჩვენში არსებული ეს ცეცხლი, რომელიც არის, რომელიც აი ამის სურვილს გვიჩენს და მე მოვყავართ, და გვაიძულებს ეს გავაკეთოთ, სწორედ იმათი დამსახურება, ვინც ეს ყოველივე დღევანდელ დღემდე მოიტანა, რა თქმა უნდა, ღვთის მადლთან ერთად. და ამიტომ წმინდანობის ინსტიტუტი არსებობს იმისათვის, რომ ჩვენ მათ მივიბაძოთ, როგორც პავლე მოციქული გვიდასტურებს, მობაძავ ჩემ და იქმნით, ვითარცა მე ქრისტესა და ჩვენც ვეცადოთ, რომ შეგვექმნას იოანე კრონშტანტელივით იდეალი ქრისტიანისა და ჩვენი მთავარი საქმე ყოფილიყოს, რომ ამ იდეალს მივიბაძოთ და ასევე მიგვებაძოს წმინდა ეგნატე ღმერთშემოსილისათვის, რომელიც გულში მუდამ ქრისტეს ატარებდა, როგორც ეუბნება ის თავის მტარვალს, ჯალაც, რომ ის გულში მუდამ ქრისტეს ატარებს და დაეჩვენს ასე ჩვენს გულშიც მხოლოდ და მხოლოდ უფალი ყოფილიყოს დაავანებული და ყველაფერი დანარჩენი შეგვერაცხოს არაფრად ამ ცხოვრებაში, როგორც პავლე მოციქული ამბობს, ყველაფერი დანარჩენი ნაგავი იყოს, ეს ადვილი არ არის, უპოვარება ბევრობისთვისაც რთულია, მით უმეტეს ერში მყოფი ადამიანები ვართ ჩვენ, უპოვარება რთულია, დღესაც აღმოვიკითხეთ, რომ მდიდარისათვის შეუძლებელია, ხო, ცხონება, მაგრამ როგორც ხშირად გვითხოვს, აქ ძალიან ფართე განმარტება ამ მდიდარში არ იგულისხმება ფულიანი ადამიანი, იმიტომ რომ მაშინ თითქოს ავტომატურად გამოდის, რომ ღარიბი შევა სასუფეველში. არა, ამ სიმდიდრეში იგულისხმება არა მატერიალური სიმდიდრე მხოლოდ, არამედ იგულისხმება ყველაფერი, რასაც ჩვენ ვთვლით ჩვენს საკუთრებად, რომ ეს ჩვენია და ჩვენი ღირსებაა და ჩვენ რო გუთნის ჩვენი მონაპოვარია და ჩვენ ამით ვამაყობთ. ესეთი არის ყველაფერი, აბსოლუტურად ყველაფერი, რაც ჩვენ გაგვაჩნია და სინამდვილეში ეს ყველაფერი ღმერთის მონიჭებულია, თავისთავად ცხადია და აი ჩვენ უნდა ვისწავლოთ ეს უპოვარება, მონოზნები ყველა არა, მაგრამ ზოგიერთი ამას პირდაპირ გაგებით ახორციელებდნენ, მაგალითად პაისი ათონელის მოწაფე არის, თუ არ ვხდები ათანასე ეპისკოპოსი, რომელიღაც საბერძნეთის ქალაქის ეპისკოპოსია, მისი გაზრდილია
ათონელი მამა იყო ესეც და პაისი ათონელის გაზრდილია და მამა პაისის ცხოვრება და ეს იხსენებს მამა პაისი ძალიან უპოვარი იყო და ესეთ რამეს ამბობს თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ აი ადამიანისათვის შეუძლებელია წარმოიდგენოს იმ სახის უპოვარება როგორც მამა პაისს ჰქონდა მაგალითად ქვაბის თებშის და ჭიქის როლს ასრულებდა ძველი უკვე ნახმარი კონსერვის ქილა წარმოიდგინეთ და ერთხელ რაღაცა მადუღარა თუ რაღაც მიუტანესო და აუ ეხლა ამასო რაღაცა სხვანაირი მადუღარა არ ვიცი როგორი რაგითი იყო და ახლა ამასო უნდა თარო გაუკეთო იგი დავდო და ეხლა თაროს მერე თაროს დამჭირდება არ მინდაო რა წაიღეო გაატანა და ეგ რაღაც ცეცხლი დადებდა ხოლმე ან კონსერ რაღაც ის მოკიდებდა ხელს ესე და ყველაფერი ის იყო მისთვის სკამები არ ქონდა ხის ყუთები ამოტრიალებული და ესე 2 ყუთი თუ 3 ყუთი იყო და იმაზე იჯდა 2 ყუთი ერთ თავში ერთი სტუმარი თუ მივიდო და მაგიდოთ რაღაცა მოკლე არაფერი ხატებიც არ ქონდა იყო ჟურნალიდან ამოჭრილი ფოტოსურათები ხატება და ესე ჩიკარტებით მიკრულები და იმდანაც არაფერი არ ქონდა რომ გარდაიცვალა მე უნდათ რაღაცა აეღოთ რომ აი სამახსოვროდ ვერაფერი ვერ ნახეს არაფერი არ იყო წარმოგიდგენია აი ეს რა თქმა უნდა პირდაპირ გაგებით ამის განხორციელება მრავალი ჩვენთაგანისთვის ეს შეუძლებელია იმიტომ რომ ჩვენ მას ის ბოლოს ბერი იყო და მღვდელიც კი არ იყო ხო რომ წივრისათვის ამე დაჭირებოდა არაფერი არ ჭირდებოდა მას ჩვენ შეიძლება ბევრი რამე გვჭირდება ერის ადამიანებს მაგრამ დამოკიდებულება ეგეთი უნდა იყოს მას არც გარეთ ქონდა არაფერი და არც გულში და ჩვენ ის მაინც მოვახერხოთ რომ გულში არ გქონდეს და გარეთ რაც არის კვილი ჯაგრესის ისტორია იცით თქვენ როგორი პოპულარულია ჩვენ საუბრებში ამიტომ იყოს ის ყველაფერი კვილის ჯაგრისი ანუ ის ყველაფერი რაც ჩვენ გვჭირდება რეალურად მანქანაც გვჭირდება სახლი გვჭირდება რაღაც საგნაი ტელეფონი გვჭირდება რითაც ვიღებ და რითაც საუბრობ გვჭირდება რაღაცები მაგრამ მას გულში ჩვენ გულში ადგილი არ გქონდეს და ვეცადოთ ჩვენი გული თავისუფალი იყოს მხოლოდ ქრისტეს შემოსილები რომ ქრისტეს შემოსილები იყოს მარტო ქრისტე იყოს ჩვენს გულში ამაში ამ საქმეში რომ ესე იყოს გვეხმარება ის სათნოება რომელსაც სიკვდილის ხსოვნა ქვია. ხანდახან წარმოვიდგენ ხოლმე ჩემ თავს ჰორიზონტალურს გაშოთილს ესე და ეს ხშირად აკეთებს კაცმა ესე. აი როცა ესე აღმოჩნდება ეს ჰორიზონტალურ გლომერებაში არაფერი არ დამჭირდება. და მხოლოდ მნიშვნელოვანი ის იქნება ჩემი გული რითი იყოს შემოსილი ქრისტეთი თუ სხვა რამე. ამიტომ ჩვენ ყველა ვარიანტში გარდავიცვლებით ეს სამყარო ჩვენთვის აზრს დაკარგავს გარდაცვალების მერე და რა თქმა უნდა ყველაფერი რაც ამ სამყაროშია დარჩება მხოლოდ ის რაც რითიც შემოსილი იქნება ჩვენი შინაგანი არსება, ჩვენი შინაგანი ადამიანი და ფაქტობრივად ჩვენ რო ამბობთ რომ გვწამს ჩვენ რწმენა სწორად ამას ნიშნავს რომ შინაგანი ცხოვრებით ვიცხოვროთ, ხოლო ეს შინაგანი ცხოვრება რომ რეალისტდეს და განხორციელდეს, კვლავ იონე პროსტატას გავიხსენოთ, მიუბაძოთ მას, როგორც ის იქცეოდა, ისე მოიქცეთ. ანუ შევქმნათ ქრისტიანის იდეალი და მთელი ჩვენი ცხოვრებით მას ვბაძავდეთ. აი ეს არის. და ხშირად ამბობენ ხოლმე იმასაც რომ ესე იგი მიბაძვა ვინმეს მიბაძვა ეს თქოს ადამიანის პიროვნებას ზღუდავს ეს ესე იქნებოდა იმ შემთხვევაში ჩვენ რო ვბაძავდეთ ადამიანს ჩვენ ადამიანს არ ვბაძავთ პავლე მოციქული ამბობს მობაძავთ ჩემ და იქმნელითო ვითარცა მე ქრისტესა სინამდვილეში თითოეული ქრისტიანი ქრისტეს ბაძავს ხოლო ქრისტეს მიმბაძველობა ადამიანს არ ზღუდავს იმიტომ რომ ქრისტე ღმერთია ქრისტე რომ ადამიანი იყოს მხოლოდ ადამიანური პიროვნება რო იყოს მაშინ რა თქმა უნდა მისი მიბაძვა ადამიანის თავისუფლების დამდგუნველი იქნებოდა, იმიტომ რომ მე არა ვარ ისეთი, როგორც აი ეს დიდი პიროვნებაა, მაგრამ ესეთი არა ვარ. მე ესეთი ვარ. გესმით? მაგრამ არა, იესო ქრისტე ღმერთია. და რადგან იგი ღმერთია, ამიტომ ის სრული ყოფიერების სრული სისავსეა. სამყაროში არც რეალურად და არც იდეაში არ არსებობს რამე ისეთი რომელიც ღმერთში არ იყოს. აქედან გამომდინარე ქრისტესადმი მიბაძვა, ხო, ადამიანს არათუ რაიმე ვიწრო ჩარჩოებში აქცევს, არამედ პირიქით ქრისტესადმი მიბაძვა სრულ თავისუფლებას ანიჭებს, იმიტომ რომ სამყაროში ხედავთ ეს არაფერია ღმერთის იდეადესთან შედარებით. ამიტომ ქრისტესადმი მიბაძვა არის ჩვენი თავისუფლების გარანტი შეიძლება ასე ითქვას. ღმერთი შეგვეწიოს და გაგვაძლიეროს უფალმა. ამინ.